როგორ გავიგოთ ბავშვი ჰუმანური აზროვნების წიაღში. ბავშვი, რომელიც ჩვენთან მოდის, იბადება, მერე ჩვენთან მოვა, ჩვენ მერე სკოლაში გავუშვებთ, სკოლა მერე სხვაგან გაამგზავრებს და უკვე დიდი გახდება. აი, ჩვენ როგორ გავიგოთ ბავშვი? ჰუმანურ პედაგოგიკაში ბავშვს მრავალმხრივი ასპექტით განვიხილავთ. განვიხილავთ მას ფილოსოფიურად, ფსიქოლოგიურად და პედაგოგიურად. არის კიდევ სხვა ასპექტები, მაგრამ ეს ძალიან მთავარია. მას ფილოსოფიური ხედვა ბავშვისა, ფსიქოლოგიური ხედვა ბავშვისა და პედაგოგიური ხედვა ბავშვისა. ეს სამივე გვჭირდება მშობელსაც, მასწავლებელსაც და რა თქმა უნდა აღზრდეს და ყველას, ვისაც კი ბავშვთან შეხება აქვს. მარტო ერთი მხრივ რომ დავინახოთ ბავშვი, ვიწრო იქნება, დავაზიანებთ ჩვენს აღზრდას. სამხრად რო უყუროთ, ხო? მაგრამ თუ რაც შეიძლება სრულად დავინახავთ, მაშინ აღზრდა სრული შედგება. ნათქვამია კლასიკოსების მიერ, ბავშვი რომ ყოველმხრივ გაზარდო, ყოველმხრივ დაიცოდე ის და ყოველმხრივ და მოიცვა ისო. ეს ძალიან დიდი ამოცანა, იმიტომ რომ ბავშვის ყოველმხრივი ცოდნა ფაქტიურად უსასრულობის ცოდნას ნიშნავს. ადამიანს საზღვრები არ აქვს. ხო, ეს მარტო ჩვენი ფოტოსურათები კი არ არის, რასაც ვხედავთ მე და ეს ამონაშვილია, ის კიდევ ის არის, ეს ფოტოსურათები ჩვენი მიწის რაღაც გამოსვლა, მაგრამ რაც შეგნით ხდება, ისაა ჩვენი არსი. რა გვაწუხებს, რა გავღვედებს, რა გვიყვარს, რა არ გვიყვარს, საიდკენ ვილდით, რაზე ვოცნებობთ. ხო? რა გვენატრება, ყველაფერი ეს ჩვენი შინაგანი რა დაყვა კიდევ თან, ბუნებისაგან ხომ დავიბადეთ და რაღაცა გამოყვა თან. ისინი როგორ გაგვივითარდა, ან ჩვენ როგორ ვუვითარებთ ამ თანდაყოლილ თვისებებს, ბავშვს და სხვამგვარი. ეს ყველაფერი ძალიან საჭიროა ვიცოდეთ. ბავშვი დღეს დანახული არის პედაგოგიკის მიერ, აი ტრადიციული პედაგოგიკის მიერ, იმ თვალით, რაც ახლა ხდება საერთოდ განათლებაში, მხოლოდ მატერიალისტური ხედვით. მატერიალისტებს ჰქონდათ სამი დებულება, რომლის მიხედვითაც მსჯელობენ ყველაფერზე. ჰქონდათ და აქვთ კიდეც. აი როგორც ყოველ ნივთსა რა, რომელსაც ხედავთ და მაგიდა თუ სკამია, სიგრძე, სიმაღლე, სიგანე. და ამით შეიძლება ყველაფერი გაზომო. სიგრძე, სიმაღლე, სიგანე თუ იცი, ყველაფერს გაზომო, რაც კიდე დედამიწაზე არსებობს. ყველანაირი ფორმას. ამის მიხედვით მატერიალისტმა პედაგოგებმაც აი სწორედ სამი რამე მოიგონეს ბავშვზე მსჯელობისათვის. ერთი ეს არის ბავშვის თანდაყოლილი გენებით თანდაყოლილი თვისებები, რა თქმა უნდა ეს არსებობს. ბავშვთან დაჰყვება ბევრი რაღაცა, ხასიათებშიაც და გარეგნობაშიც. ეს გენეტიკური, რომელიც აღზრდაზე ზემოქმედებს. მეორე, ეს არის გარემო. აი სივრცესაც ბავშვი ცხოვრობს, ეს არის ოჯახი თუ ეზო იქნება, მერე ქუჩა იქნება, მერე სივრცე იზრდება და აი ეს გარემო, სტიქიური გარემო. გარემო, რომელიც მოწესრიგებული არ არის. აი მაგალითად, სახლში ტელევიზორი გააქვთ. ბავშვი ზის და უყურებს რაღაცას. გონიათ რომ ეს ტელევიზორი თქვენს ბავშვზე ზრუნავს? ეს არის სტიქიური გარემო. ის თავისას საკეთებს, ვინც რაღაცას გადასცემს, იმას უჩვენებს ბავშვებს, რაც მას უნდა რომ უჩვენოს. და შეიძლება ბავშვიც ახვეს ამ სანახაობას. სტიქიური გარემო. სტიქიური გარემო ძალიან ზემოქმედებს აზრდაზე და ჩვენშიაც დარჩა სტიქიური გარემოს რაღაცა ნიშნები. ჩვენს გავიარეთ ეს სტადია, ქუჩაში ვიყავით თუ რაღაცას ვნახულობდით, ვიღაცასთან, ვიღაცა გაგვიწყრა, ვიღაცა მოგვეფერა და სხვა ამგვარი, რომელიც არაპედაგოგიზირებულ პროცესში ხდებოდა. ხო? კონტროლი ამას არ ეწეოდა. აი ეს სტიქიური გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ბავშვებზე. იმდადიც რომ თუ ამას ყურადღებას არ გაუწევთ, შეიძლება ბავშვი ხელიდან გაგვექცეს.
აქედან ხდება სიგარეტების წევა, ნარკომანია, უზრდელობა, ცუწრეებში ბავშვის მოხვედრა და სხვა ამგვარი. პატარა ბავშვები ჯერ დაცულები არიან, მაგრამ ისინი ხო გაიზრდებიან და ისინიც გადიან სტიქიურ გარემოს და ექმნებათ ეგრეთ წოდებული განწყობათა ხომლი. განწყობა. აი რო შეხედა ბავშვმა რაღაცას, ვინ რას აკეთებს, არა? ჯერ ამას ვერ გააკეთებს თვითონ. ან იმ სიტყვას არ იხმარ ჯერ, ან ის არ მოექცევა, იმ უხეშობას არ ჩაიდენს ჯერ, მაგრამ ეს მასში როგორც მომავალი ქცევა აისახა. და როგორც კი შემთხვევა მიეცე მომავალ შეიძლება აი ჩემი სასახშიაც კი. აი იმ ხომლმა გაიღვიძოს და მოვიქცე ისე როგორც არ უნდა მოუქცეულიყო, მაგრამ იქიდან გამომყვა. ეს ხანდახან ეს საკვირველი ახსნა ეს თითქოს, მაგრამ სინამდვილეა. ჩვენაც ვართ, კარგები ვართ, ხო მართალია, მაგრამ ჩვენში იმდენი ბევრი განწყობა, რომელსაც არაფერი არ ვიცით ჩვენ, ისინი არის. აი ქვეცნები ერთზე ძახიან, იქ ინახება ეს ყველაფერი. ხო? მაგრამ თუ რაღაცა სივრცე შეიქმნა, რამაც პროვოცირება მოახდინა ამ ჩვენი ბავშვობრივი მდგომარეობისა, არა? ის იმოქმედებს. და შეიძლება სიტყვა წამოგწდეს, ისე არ მოვიქცეთ, ან შეიძლება კარგადაც მოვიქცეთ და გააჩინა რა განწყობა დაგვა. აი ჩემი გამოცდილებიდან ერთი რაღაც მინდა გითხრათ, რომ ეს ფაქტობრივი გავხადო, ეს ფსიქოლოგია მიიცის. დიდი ხნის განმავლობაში, უკვე ასპირანტიც ვიყავი, მე მეცნიერ მუშაობი გავხდი, სულ შიში მქონდა, რომ თითქოს და აი მილში გავიჭედე. რაღაცა მილში ვარ და შიგ ვარ გაჭედი და ვერ წინ მიდივარ და ვეღარ წინ უკან გამოდივარ, ვერ ვამოწრეებ ხელებს. რამდენჯერ ასეთი რამე რუსთავის პროცესზე სეირნობ, თითქოს სილაღი და უცბად ეს წარმოდგენა მომადგება და ვჩერდები. არ ვიცი, შიში მიპყრობდა. რაღაც რა მოხდა ეს, რატო? და ეს მდევდა დიდხანს, ისე რომ ვაფერხებდა ჩემ საქმიანობაში, ქცევებში, ურთიერთობებში. როგორია რომ ვიღაცას ესაუბრებ და უცბად ასეთი წარმოდგენა შეგვექნება და შიშით შეხურებ ადამიანს თვალებში. ასე გადიოდა წლები და ერთხელ სოფელში ჩავედი, ჩემს ბიცოლას ველაპარაკობდი ბიძაჩემის მეუღლეს, ნინა. ვესაუბრები რაღაცაზე, სულაც არა ამ თემაზე და სადაც ის ცხოვრობს, იმის უკან იდგა სახლი, ეხლაც დგას, სადაც მე დავიბადე. ხო და რატომღაც ამ ხალხმა გაიხსნა, შვილო, იცი როგორ ძნელად დაიბადე შენო, ძლივს გამოგიღეს დედის საშოდანო. ძლივს გამო გადარჩენილი ხარ შენო. ამ ხალხმა ეს თქვა თუ არა და ყველაფერი გამიქრა. გამიტომ როგორც კი ეს განწყობა, ხედავთ საიდან მოდის განწყობა. ჯერ აზროვნება არ ჩათესდა ჩემ ჯერ არაფერი არ ვიცი, ვიბადები და აი ეს განწყობა დამრჩა რამდენი წელიწადი და როდის იღვიძებს. მე ახლა ეს ფაქტი, ეს მწერლებსაც აქვთ აღწერილი, ზოშჩენკოს მოთხრობები რო ნახოთ, იქ რამდენიმე ასეთი შემთხვევა აღწერილი. ბავშვებს ბევრი რაღაცა ესახებათ იმის გამო, რასაც ხედავენ. კარგს დაინახავენ, მის სულში შედის, იქ ქვეცნობიერებში გროვდება, ხო? და რაღაცა დროს ბავშვმა არც იცის რეებია შიგნით, არ ჩვენ ვიცით რავები გვაქვს ქოცნობიერში. ისინი შემოდიან ისე, რომ ჩვენ არ ვიცით საიდან და რა ქარმა შემოიტანა. ხო? მაგრამ როცა დგება რაღაცა მაპროექცირებელი ვითარება, ეს ჩვენი რომელიღაცი განწყობა უზნაძის ცნება გახლავთ, ამოტივტივდება და გაგვაკეთებინებს იმას, რაც არ უნდა გვექნა, ან როც სწორედ ეხლა უნდა გაგვეკეთებინა. ან კარგს არ ცუდს. ეხლა ეს იმიტომ გავიხსენე, რომ მე თქვა სტიქიური გარემო. ერთი გენები, მეორე სტიქიური გარემო, რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენს აზრდაზე. და განსაკუთრებით პატარა ბავშვების აზრდაზე. კიდეც გვაფრთხილება, რომ აი პირველი 2 კვირა ბავშვი რო დაიბადება, ძალიან სათუთი 2 კვირა არის. ისეთ სათუთია, რომ იქ ბავშვმა რაღაცები დაინახა, ხო, და ამ რაღაცამ ფორმამ, მოქმედებამ მისი ყურადღება მიიქცია, ამ
ამ მეხსიერებას ეძახიან იმპრინტინგულ მეხსიერებას. აი პირველი შთაბეჭდება, რომელიც ჩაიჭედება ბავშვი და ვერაფერი ვეღარ ამოაგდებს იმას. ამიტომ ძალიან სათუთია ახლა დაბადებული ბავშვის მოვლა 2 კვირის განმავლობაში. ყველა მოვიწიოთ, ყველას უჩვენოთ, ყველამ ზედდახუროს, ყველაფერი დაინახოს, რას გარშემოა, მოაწესრიგეთ გარემო. აი ეს არ იციან ჩვენმა ახალგაზრდა დედებმა, მამებმა, არის ბებები აქცევენ ყურადღებას და ამიტომ ბავშვი ხშირად ისეთ გარემოში ჩავარდება ხოლმე. კი უყვართ ძალიან, მაგრამ სიყვარულსაც გაფრთხილება უნდა, როგორ უნდა გიყვარდეს, რომ იმპრინტინგული არ აღმოჩნდეს ეს. რომ მე ხედი არ შეუშალოს ბავშვს. ამისათვის ერთ-ერთ მაგალითს მოგიტანთ, სასაცილო მაგალითიც კი არის. მაგრამ აღწერილი ეს ექსპერიმენტები. აი ესეა დაიბადნენ ბატები, გამოწვნენ კვერცხიდან. და წინ გაუგორეს ბურთი. ეს ჭუკები მიხვებიან ამ ბურთს. მათთვის დედა აღარ არსებობს, რაც არ იკაკანოს თუ ეძახოს დედამ და იყიყინოს, არ გახვებიან დედას. დაინახეს ბურთი, მისდევენ მას. ან დაინახეს რომ ფეხებით ვიღაცა კაცი მიდის, ფეხები დაინახეს კაცსა. გათავდა თქვენ ასეთ სურათებს ზოოფსიქოლოგია ასეთი ცნობილი მიმართულება და ამის სურათებს ბევრს ანახავთ. მაგრამ ეს ცხოველს კი არ ემართება, ეს იმპრინტინგული აქმა. ეს ჩვენს გვემართება. და ვინ იცის რამდენი კარგი ან რამდენი ცუდი ჩაქვა. მოკლედ სტიქური გარემო და თანდაყოლილი გენეტიკური თვისებები. მატერიალისტები განიხილავენ მესამესაც საგანგებოდ ორგანიზებულ გარემოს. ეს არის საბავშვო ბაღი, ეს არის სკოლა. ყველა რასაც საამრდელო საგანმანათლებლო დაწესებულებას ვეძახით. ეს საგანგებოდ ორგანიზებული გარემოა. აი საბავშვო ბაღი თუნდაც ეს ხომ ჩვენს მიერ შექმნილი პირობებია შეზღუდულ შემოღობილი შენობებით თუ ღობეებით, სპეციალურად მოწყობილი ასეთი სათამაშოებით, ასეთი სანახაობებით, ასეთი ოთახებით, ხო? ესე იგი ეს გარემო გარეთ არ არსებობს. მარტო ამ შემოღობილ და ამ პატარა შენობაშია ეს გარემო. და რა ხდება აქ? აქ ხდება ის, რაც არსად არ მოხდება. ბავშვებს წაუკითხავთ, ბავშვებს უმღერებთ, გავათამაშებთ. ეს ყველაფერი პროგრამაში გვაქვს ჩაწერილი, მოფიქრებული გვაქვს, მომზადებული ვართ ამისათვის. ჩვენ შემთხვევითები არა ვართ ბავშვისთვის. ჩვენ საგანგებოდ ვემზადებოდით, სწავლობდით, მერე აგერ მიგვიწიეს აქ და დაგნიშნეს, მოგწეს ეს ჯგუფი, ვინა ვართ ჩვენ? შემთხვევითი გავლედი? აღარ, უკვე პასუხისმგებლები იმისა თუ რა მოხდება აქ. აი ამ სივრცეში. ეს სივრცე ფინანსურად არის დაცული, მატერიალურად არის დაცული და ყარაულებითაც კი, სადღაცას ვიღაცა უნდა იდგეს, რომ ამ შენობაში ყველა კი არ შემოუშვას. ხო, შემთხვევით ვიღაცას არ შემოუშვებს, იმიტომ რომ ეს საგანგებო სივრცეა. და აი ამ სივრცეში უკვე ხდება სპეციალურად მიმართული აღზრდილობითი საგანმანათლებლო საქმიანობა. ხო, შეიკრიბნენ სპეციალისტები, მიიღეს ბავშვები, რომლებსაც ჭირდება ჩვენი ზრუნვა და ყურადღება და აი ამ სივრცეში ვახორციელებთ. მას ეს 3 პირობა. ერთი გენეტიკურად თანდაყოლილი თვისებები, ისინი ამდა განვავითაროთ, ან უნდა შევეცადოთ, რომ ამოვძირგოთ, იმიტომ რომ ყველა კარგი კი არ არის. მეორე, სტიქიური გარემო, ხანდახან ოჯახშია ძალიან სტიქიური გარემოა. დედა, მამა, ერთმანეთს ეყაყანებიან, გაუგებრობელი სივრცე აქვს, ეს ბინას დაულაგებელი, მოუწყობელი, ეს როგორი სივრცეა ბავშვს? სტიქიური. თუმცა ოჯახია. ოჯახი უნდა მიემსგავსოს საგანგებოდ ორგანიზებულ გარემოს. აი რო ექნება მშობლებთან ლაპარაკი, იქნება ჩვენ შევხვდეთ თქვენს მშობლებს ერთად, რომ აი ეგეთი რაღაცები უთხრათ მათ. იმიტომ რომ თქვენ ბევრ კარგს გააკეთებთ. და ბევრ კარგს ისინი დაგიშილიან იქ სახლში. კარგი, თქვენ ეს უთხრით, ბავშვმა მიიღო. ხო, პატარა ნაბიჯი გადადგა წინ და დედამ სულ სხვა უთხრა, მამამ კიდევ სულ სხვა უთხრა. და ჩვენი კეთილი საქმე აი იქ დაიფუშა. ხშირად ხდება ასეთი რაღაცა, რომ ოჯახი, საბავშვო ბაღი, ოჯახი, სკოლა ერთმანეთს უპირისპირდება, ეწინააღმდეგება და ბავშვი კი ერთია.
ორი ძლიერი გარემო ცდილობს ბავშვი დაშალოს. ხო, ამიტომ ის აღარც ოჯახისთვის ვარგა და აღარც ჩვენთვის როგორც აღსარდელი გვიზრდება მუშაობა. აი ეს სამი გარემო მატერიალისტების პირობებია. მხოლოდ ამ სამ პირობებში ეძებენ აღზრდის გზებს, მეთოდებს, შინაარს და ყველაფერ დანარჩენს და პოულობენ კიდეც. მაგრამ აღზრდის გზებს რო დაუწყესებდა და გენეტიკას ჩახედეს, დაინახეს რომ ბავშვი თლად მომართული კი არ არის რომ ყველაფერში დაგემორჩილოს. დაბადებიდან უკან რო აყვიდება ხანდახან ბავშვი და ბავშვი პადა დავიჭირებ თავდი ასე ვანჯღრევდი არ ვიცოდი რა მექნა მაშინ არ ვიყავი ჰუმანური რო გაჩვენებული იყო რაღაცა აწუხებდა მაგრამ მეც რო წუხდებოდი და მეუღლეს და ოჯახიც არ ვიცოდი მაშინ რა მექნა ეხლა მას როგორ გავბედა ეხლა გვიწურ ესეთი რაღაცა ძალიან ცუდი აღძრობით კი არა ყველაფერი კარგი აზრდის დაშლის პირობაა. ამ სამს ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით ამ სიპირობას.